ჩვენ ძალიან ბევრ ადგილას ვიყავით, ბევრ რეგიონში, შიდა ქართლში, კახეთში, სამეგრელოშიც ვიყავით. უამრავ ადგილას მოვიარეთ ნახევარზე მეტი საქართველო და გამოიკვეთა ყველგან პრინციპში ერთი და იგივე ხასიათის პრობლემები, რაც არის საჯარო ინფორმაციის გაცემის დაბრკოლება, არასრულად მიწოდება ინფორმაციის, გასაჩივრება, ბიბასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც დაკავშირებულია ხარჯებთან, დროსთან, რაც აფერხებს ინფორმაციის თავისუფალ გასვლას, ასე ვთქვათ, მედია ორგანიზაციები. არის კიდევ მუხარების, დაშინების, მასალის წაშლის, წათმევის შემთხვევები, რომელიც მთლიანად აბრკოლებს დამოუკიდებელ ხელისუფლების კონტროლს მიღმა არსებული მედიის თავისუფალ მუშაობას, რაც თავისთავად ძალიან ცუდად აისახება მთლიანად ქვეყნის განვითარებაზე დემოკრატიის გზით. ჩვენ რაც გამოვკვეთეთ ფოთში დღეს და გუშინ ყოფნის დროს, ჩანს რომ მერი უშუალოდ აძლევს განკარგულებებს თავის თანამშრომლებს. აქ არ არსებობს საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირის ფუნქციები. როდესაც საუბარია მყისიერად რეაგირებაზე, დაუშვათ როცა ჟურნალისტი ამზადებს იმ დღის გამოშვებას ახალ ამბებს. მას სჭირდება ინფორმაცია ყოველგვარი წერილობით მიმოწერის გარეშე, ზეპირ სიტყვიერად, ტელეფონის მეშვეობით ან პირადად ამა თუ იმ წარმომადგენელთა მერიის სტუმრობის ვიზიტის შედეგად. ეს ინფორმაცია ხელმიუწვდომელია ჟურნალისტისთვის, მერიის წარმომადგენელი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა განკარგულება წამოვა უშუალოდ მერის მხრიდან და ასეთი მოწოდება არსებობს და ასეთი პრაქტიკა დამკვიდრდა, რომ აუცილებლად ჟურნალისტმა უნდა მიაწოდოს წერილობით შეკითხვა ან შეკითხვები და მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მერი მოიცლის, ის გასცემს პასუხს ამ შეკითხვებს, რაც აბსოლუტურად დაუშვებელი და მიუღებელია. ჩვენ ვაქვეყნებთ ანგარიშს უახლოეს მომავალში წარუდგენთ საზოგადოებას, სადაც გამოყრილი იქნება მთელი ეს პრობლემატიკა, რომლის შემდეგაც ჩვენ შევიმუშავებთ რეკომენდაციებს და წარუდგენთ ამ რეკომენდაციებს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებს, ისე ადგილობრივ მედიას, ისე რაც თავარია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ვთხოვთ მათ რეაგირება მოახდინონ ამ პრობლემების აღმოსაყრად. აგრეთვე მნიშვნელოვანი არის თვითონ ადგილობრივი მედიის დაფინანსების პრობლემები და მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ ადგილობრივი მედიას არ აქვს საშუალება ჰქონდეს ოფისები, სადაც მყარად იქნება მიმაგრებული კონკრეტულად ის და ექნება სამუშაო პირობები. ხშირ შემთხვევაში უარი, რომელიც განპირობებული არის რაღაც სხვა უარს აქვს კიდევ სხვა ფონი, რადგანაც არ საუბრობენ მესაკუთრეები, თუმცა ადგილობრივი მედიას ხშირად უწევს შეიცვალოს ოფისები სხვადასხვა მიზეზის გამო. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სახელმწიფომ არ უნდა მოახდინოს მედიის ჟურნალისტების მარგინალურ ჯგუფად ჩამოყალიბება და ისინი უნდა მიიჩნიონ საზოგადოების აქტიურ ნაწილად, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას აცოცხლებს და ხელს უწყობს სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას.